კომუნიკატორი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში შემოგვერთა ჩვენი სტუმარი ზურა ჭიშკარიანი, ქალაქ სოხუმის მერი, ესე წარგადგენთ და სიზმრების არქივის ვიზუალიზაციის აპლიკაციის იდეის ავტორი. მოდი ზურა უფრო კარგად მოგვიყევი და აგვიხსენი რატო არის მნიშვნელოვანი სიზმრების დაარქივება და რა ფუნქციონალური დატვირთვა ექნება უკვე ამ აპლიკაციას. მნიშვნელოვანი არა მნიშვნელოვანი შეიძლება საკამათოისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება აბსოლუტურად არა მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი ისეთი თემა არის სიზმრები, რომელიც არის აბსოლუტურად გამოუკვლეველი, არსებობს საერთო თეორია შეთანხმებული არავინ არ არის, რატომ ხედავთ სიზმრებს ან რას ნიშნავს. ბევრი თეორია არსებობს, მაგრამ არც ერთი არ არის ბოლომდე დამტკიცებული. და ერთ-ერთი პრობლემა ის არის, არ არის მონაცემები ბევრი სიზმრების. ძირითადად ფსიქოლოგებს აქვს პაციენტების სიზმრების შეგროვებული და ასე შემდეგ. დიდი დატა ესეთი სიზმრების რო განიხილო, რომ დაინახო, თქვათ, რა ხდება ამ სიზმრებში, რას ხედავს ხალხი. ეგეთი დიდი დატა არ არსებობს. ჩვენ გვინდა ეს ამ მონაცემები რა. და ამ აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქციონალური დანიშნულება ის იქნება, რომ დიდი ბევრი მონაცემები შეგროვდება სხვადასხვა ქალაქიდან, მთელი მსოფლიოდან სიზმრების. მეცნიერებს შეეძლებათ open source იქნება და მეცნიერებსაც შეუძლიათ გამოიყენონ, ნახონ რამე სინქრონულობები თუ არსებობს. პლუს გვაინტერესებს მაგალითად რამდენად მოქმედებს თქვა სოციალური ან ეკონომიკური ფაქტორების სიზმრებზე. მაგალითად ცნობილი ერთ-ერთმა მეცნიერმა გამოიკვლია, რომ კინოს გამოგონების შემდეგ სიზმრები უფრო ფერადი გახდა. ანუ ესე იგი მოქმედებს ხო ეს რაღაცების სიზმრებზე რა. საინტერესოა მაგალითად თუ შევადარებს ამ მონაცემებს, თქვა ბერლინში როგორ სიზმრებს ხედავენ, ბერლინის კარგუბნებში მაგალითად და ბერლინის გეტოებში. არის თუ არა განსხვავება თუ რამე არქეტიპული ის არის, რომ ბანგლადეშში, საქართველოშიც და ნიუ-იორკშიც შეიძლება იყოს რამე არქეტიპული რაღაცები, რაც ერთ და იგივეა და შეიძლება რაღაც განსხვავებები იყოს. სქესის მიხედვით შეგვიძლია მე უკვე დიდი მონაცემები ასაკის მიხედვით ვის როგორი სიზმრები აქვს და ძალიან ბევრი კარგი საკვლევი თემა შეიძლება მოიტანოს როგორც მეცნიერებისთვის პლუს არტისტებისთვის, იმიტომ რომ იგივე სიურრეალიზმის სიზმრებიდან წამოვიდა და ნუ აქ იმ ხელა მონაცემები გექნება სიზმრები შეგიძლია გამოიყენო არის თეატრში შეგიძლია იმ შორტი სიუჟეტად აიღო ვინმე სიზმარი და გამოიყენო. ერთი ნაწილი ეგ არის და მეორე ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რაც მე მომწონს როგორც არის არტისტ ან დიჯიტალ ხრივ, რომ ინტერაქტიული რუკა გაკეთდება. ანუ შეგიძლია საიტზე შეხვიდე და მთელი მსოფლიოს სიზმრები ნახო ონლაინ რეჟიმში ერთ რესურსზე და ნახო როგორ ამოდის ეს სიზმრები ჩნდება სხვადასხვა ადგილებში რა. იქ პანდრუკაში შედარების შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. კი, შედარების შესაძლებლობებს იქნება, სტატისტიკური ანალიზი იქნება, პლუს შეგიძლია შენ თვითონ შენიო სიზმრები რო ჩაიწერო, გიგდებს მაგალითად იმ წელიწადში რამდენად ეს სიტყვაზე ორი გრაფა რო გავამარტივოთ. ნეგატიური სიზმრები, პოზიტიური სიზმრები და გიგდებს ამ გრაფას. შეგიძლია შეადარო შენ თვითგამოკვლევისთვისაც კარგია, აი მაგალითად შეიძლება დაოჯახდი ბედნიერი ხარ ან მოიგე ლოტარიაში ფული და მთელი წელი ხედავ ცუდ სიზმრებს. რატომღაც თქვა შეგიძლია მაგით რაღაცას მიხვდეთ თქვა რომ რაღაცაში საქმე ცოტა ისე ვერ არის ან პირიქით არ ვიცი ანუ მაგასაც შენ self თვით გამოკვლევის ვარიანტში საინტერესო არის. ზურა, თქვენ მოხდით საერთაშორისო კონკურსის ჩამონათვალში და ნუ ესეთი რადონის როგორი მნიშვნელობის კონკურსია ესეც რომ დაგვისახელდა ხო არ იქნება ეს ერთგვარი ბიძგი იმისთვის რომ ეს აპლიკაცია საბოლოოდ ვიღოთ უკვე დასრულებული სახით. კი იდეაში shortlist-ში მოვხდით, ანუ მე მგონი 12 აპლიკანტი არის. მგონი რაღაც 29 ქვეყნიდან იყო გაგზავნილი სხვადასხვა პროექტები და ნუ აირჩიეს 12 აპლიკაცია და ეს არის NICE Awards ეგრე ქვია. Network for Innovation and Creativity in Europe. ანუ ინოვაციების და კრეატიულობის ქსელი ევროპაში. ეგეთი კარგი დაჯილდოება არის და ეხლა მოვხდი shortlist-ში 12 ადამიანში და აგვისტოში მივდივართ. ესენი არის ეგეთი ქალაქი, სადაც იქნება შეხვედრა, ყველა აპლიკანტი ჩამოვა, პროექტის პრეზენტაციები იქნება და მეორე დღესვე ჟიური შედგება სხვადასხვა ხალხისგან. ზოგი მეცნიერია, ზოგი არტისტი არის, ზოგი უბრალოდ ჩინოვნიკია, არ ვიცი. და ნუ არჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც დაფინანსდება მე და ნუ ესენის დაგეხმარებიან ეს პროექტი გაკეთდეს რა და ნუ რა თქმა უნდა ბიძგი იქნება სერიოზული თუ პროექტმა გაიმარჯვა. მე არ ვიცი, დიდ იმედი არ მაქვს რატომღაც.
ამაზე ხართ მარტო დამოკიდებული თუ რაღაც სხვა გზებიც არსებობს იმისთვის. იცი რა ორი ვარიანტი, ერთი ვარიანტი ან პროექტი იმარჯვებს და გაფინანსებენ და აკეთებ ზუსტად იმას, რაც გვინდა რომ გავაკეთოთ. ან მეორე ვარიანტია, რომ თუ არ გაიმარჯვა, იქ იმდენ ადამიანთან გიწევს პროექტის პრეზენტაცია, ვიღაცა სხვა შეიძლება შემოთავაზოს. ხო, ანუ როგორც ხდება ხოლმე რა, ანუ რეალურად გავიტანთ უფრო ისეთ ადგილას, სადაც უფრო მეტი სივრცე არის ექსპერიმენტებისთვის და უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ვინმე სხვასთვის. შენ საუბრობდი ძალიან ზღვა ინფორმაცია უნდა მოგროვდეს, ხო, თქვა აი ამ სივრცეში საუბარი იყო სიუჟეტზე თქვა ქართულ სიზმრებზეც და უცხოურ სიზმრებზეც ხო რამდენად დიდ მასშტაბებთან გიწევ თქვა შერკინება ასე თქვა ანუ ადამიანური რესურსით დაგჭირდება ტექნოლოგიური რესურსით აი ყველაფერი დათვლილი ალბათ ხო აი პატარა ჯგუფი ყავს ახლა ვინც გავაგზავნეთ აპლიკაციაში ეს არის სანდრო ასათიანი რომელიც კოორდინირებას გაუწევს პროექტს დავით მაკარიძე ორი ახალგაზრდა ძალიან საინტერესო პროგრამისტი პავლე იგივე პაკო ტაპატაძე და ნიკოლოზ ასტამიძე რომელიც პატარა ბიჭები არიან მაგრამ ძალიან მაგარი პროგრამისტები არიან და ძალიან საინტერესო ენთუზიაზმით არიან ჩართულები ამ პროექტში და ხო ჯერჯერობით ეს პატარა გუნდი ყავს და მთავარი აპლიკაცია დამზადდეს და თუ სატელეფონო აპლიკაცია იქნება პლუს იქნება ვებ ვერსიაც ხო ვებ ვერსიაც და აპლიკაციის შემთხვევაში თუ კარგი პიარი გავაკეთეთ, კი არა, ნუ მოფიქრებული გვაქვს როგორი პიარი უნდა გავუკეთდეს ამ ყველაფერს, მაშინ ნუ მასშტაბური იქნება რა. თუ კარგი პიარი გააკეთე, იქნება მასშტაბური, იქნება საინტერესო და მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია შემოვა უკვე საიტზე რა. დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა ანალოგი ამ აპლიკაციის. თუ შეიძლება რომ აი იდეა რით განსხვავდება თქვენი იმ აპლიკაციისგან? კი. ხო, ძალიან გავბრაზდი ეგ როცა გამოჩნდა, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ 6 თუ 7 წლის წინ მქონდა ეგ იდეა და უბრალოდ აქ მაშინ ვერც პროგრამისტები ვერ ვიპოვეთ და ხან დაფინანსება ვერ ვიპოვეთ, ჩვენით რაღაც გავაკეთეთ და რაღაც არქივი გვაქვს თბილისის სიზმრების. და პატარა რუკა გაკეთებული, მაგრამ მე გამოვიდა ეგ აპლიკაცია და მან ძირითადად აქცენტი არის უბრალოდ სიზმრების შენახვაზე რა, ანუ შეგვიძლია ჩაიწეროს სიზმრები უბრალოდ და მოუყვე ხო, მოუყვე ტელეფონში მოყვები ჩაიწერს სიზმარს. ხოჭას რუკა ემატება რუკა ხო? მაგ აპლიკაციაში რუკა არ არის. და ჩვენს აპლიკაციაში ემატება ეგ ვარიანტი ხო, ანუ იმისგან განსხვავებით არის ის, რომ დაემატება რუკა, ანუ სიზმრების კარტოგრაფირება შეგიძლია, პლუს დაემატება ის, რომ იქნება, ანუ ჩვენ ეგეთი ის გვაქვს რეპრეზენტაცია ამის, რომ ეს არის სოციალური ქსელი სიზმრების დაშიარებისთვის, ან სიზმრების კვლევარებისთვის. ანუ ჩვენ შემთხვევაში სოციალური ქსელი იქნება, შეგვიძლია სხვების სიზმრებიც ნახო, დაალინკო ერთმანეთთან. იქვე გრაფა გექნება, სადაც თქვა თეგებს რომ მიუთითებ თქვა ცხოველები, ტრაგედია ან აპოკალიფსი. ეგრევე ლინკება სხვებთან, ვინც ეგ რაღაცები ნახა რა. და შეგიძლია იპოვო თქვა ამ თეგებით და აიკონებით სხვა ადამიანები, ვინც იგივე სიზმრებს მონათესავე სულები, ხო. ამ სოციალური ქსელი იქნება ფაქტიურად რა. შენ ახსენე რომ თქვა საკუთარი თავის გაცნობისთვის არის პირველ რიგში, თქვა შეიძლება მეცნიერებასაც დაინტერესოს, ხო, მაგრამ იძლევა თქვა ძალიან დიდ შესაძლებლობებს თუნდაც ხელოვნების მიმართულებით, ხო? ზოგიერთი სიზმარი შეიძლება თქვა ანიმაციად იქცეს, ან სიმღერა დაიწეროს, აი მსგავსი რაღაცა იმ პორტალზე. უამრავ რაღაცას გაძლევს, იმიტომ რომ open source იქნება, შეგიძლია წარმოედგინე ადამიანების ფანტაზია, ადამიანის ქვეცნობიერი, რაც ყოველდღიურობა შეიძლება იბლოკება, იფრქვევა და ამოდის რა. მილიონი შემთხვევა არის ისტორიაშისაც, ბევრ შემოქმედს თუ მეცნიერს სიზმრიდან მიუღია ინსპირაცია და ამ შემთხვევაში მარტო შენი სიზმარი კი არ გექნება, უამრავი ადამიანის სიზმარი იქნება. და შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ რამეში. სიზმრებზე კოპირაითი ჯერჯერობით არ დევს. ამ სფეროში შეხედული ხარ როგორც ხედავ. სიზმრების დამახსოვრების რაიმე მეთოდიკა ხო არის რომ სიზმრებზე რაღაც ინდიელებს კონტაქტ მე მახსოვს ეგეთი პრაქტიკა. ბევრი მეთოდიკა არის სიზმრების დამახსოვრების. ინდიელების როგორი არის? აი ესე არის ლუსიდური სიზმრები მართვის სიზმრების მართვა ხო, ცნობიერი. ბევრი მეთოდიკა, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდიკა რაც ამბობ, ბევრი არის კიდე საკვები დანამატები სპეციალურად იღებ დანამატებს რომ ლუსიდური სიზმრები გქონდეს და დაგავიწყდეს და ასე შემდეგ ხო ყველაზე მარტივი არის აი ყველაზე მარტივი საბაზისო რომ უბრალოდ დაიწყოს სიზმრების ჩაწერა რასაც თქვა ჩვენი პორტალი და აპლიკაცია დაეხმარება იმიტომ სიზმრების ჩაწერას ვიწყებ ჩვევაში გიჯდება
და მე ყველა ვარიანტში ნელ-ნელა უკვე დილით რო იღვიწებ გახსენდება სიზმარი რა. იმიტომ რომ ერთხელ ჩაიწერ, ორჯერ ჩაიწერ და ტვინი ნელ-ნელა იწყებს ვარჯიშს, ხო რომ უნდა დავიმახსოვრო სიზმარი და ნელ-ნელა იწყებს. ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. წარმატებას გისურვებ. საუბრობდით სიზმრების არქივის ვიზუალიზაციაზე. ჩვენი სტუმარი კი იყო ზურა ჭიშკარიანი. ქალაქ სოხუმის მერი, ესეც უნდა თქვა. ქალაქ სოხუმის მერი. ახლა შეგვიძლია ვნახოთ კლიპი ლელა წურწუმიას შესრულებით სიმღერას ქვია ინძელა. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.